ეს ამსტერდამია, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და მდიდარი ქალაქი. ქალაქისა და თითქმის ყველაფერი დასაშვებია და ამავდროულად მუდამ სიმშვიდე არის. ნიდერლანდების დედაქალაქი იზიდავს ყველანაირ ტურის, არქიტექტურის, ფეხბურთის თუ უბრალოდ გართობის სურვილებს. აქ ყველაფრის ნახვა შეგიძლია და აქედან ნამდვილად არწახვალ გულდაწყვეტილი. სწორედ ამ მიზეზების გამო ამსტერდამი გახდა პირველი ქალაქი, რომელსაც სპორტლაინი ეწვია. მოგესალმებით მეგობრებო. სპორტლაინი როგორც იქნა გაცდა საქართველოს ფარგლებს. დღეს ჩვენ ამსტერდამში ვიმყოფებით ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქში, რომელიც ცნობილი არის ულამაზეს ხიდებით, ქუჩებით, შენობებით და ველოსიპედებით. მოდით ეს ყველაფერი ერთად დავათვალიეროთ და რადგან ჩვენი არხი სპორტული არის, ამ ყველაფერში სპორტულ ელემენტებსაც ჩავთავ და როდესაც ვსაუბრობ სპორტზე და ამსტერდამზე, პირველ რიგში მახსენდება აიაქსი და ლეგენდარული იოჰან კროიფ არენა. ამიტომ მოდით ერთად დავათვალიეროთ ეს ყველაფერი. კვირდებით საინტერესო იქნება. იონ 200.000-ზე მეტი ჩვენ ვყოფებით პროსტიტუციის მუზეუმში. ამსტერდამში უნდა ჩამოხვიდეთ და შემიძლია. ჩვენი ლეგენდა. რა სიტყვი? და აქ შევამჩნია ამ ქალაქის პატარა პრობლემა. ჩვენი სასტუმრო ვან გოგის მუზეუმთან მდებარეობდა. თუმცა ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა მეორე დღისთვის მოვიტოვეთ. ამ დღეს კი უბრალოდ ქალაქის დათვალიერება გადავწყვეტ და საკმაოდ ბევრი სიარულის შემდეგ გადავწყვეტ ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ძველ და განათებულ ხიდს. ამსტერდამის ხიდებზე ვსაუბრობდი და პირველი ხიდი, რომელიც ასე თუ ისე მნიშვნელოვანია და რომელზეც მოვხდი, არის ეგრეთ წოდებული Skinny Bridge. ერთი შეხედვით საკმაოდ არამდგრადი კონსტრუქციაა და შეიძლება გიჩნდება, რომ ერთი დაცემინება და ეს ხის ნაგებობა ჩამოინგრევა, მაგრამ 300 წელია უკვე აქ დგას და ალამაზებს ამ ქალაქს და ეს უცნაური სახელიც Skinny Bridge იმიტომ შეერქვა, რომ თავიდან თურმე ყოფილა ძალიან ვიწრო და ხალხი ერთმანეთს ისე ვერული და გვერდს რომ ერთმანეთისთვის მხარი არ გაეკრათ. და კიდევ ძალიან ბევრი სიარულის შემდეგ მივხვდით, რომ ძალიან მოგშვიდა და სწორედ ამ დროს გადავაწყდით იმას, რასაც ამსტერდამში პირველ რიგში ვეძებდი. ეს უზარმაზარი ფრი, თავისი მოცარელათი და რამოდენიმე სახის ტოპინგით, სულ რაღაც 29 ევრო დაჯდა და idეაში 6 კაცის პორცია არის. თუმცა 2 კაცით საკმარისი იქნებოდა, ასე ვიფიქრეთ და ძალიან შევწდით. მეგობრებო, ჩემი აზრით ნებისმიერ ვლოგს ამშვენებს ჭამის ეპიზოდი და ამაზე მშვენიერი რა უნდა იყოს. უბრალოდ ზომას შეხედეთ, აი ნებისმიერი გამვლელი თვალს გვაყოლებს, ისეთი რაღაც გვიჭირავს ხელში და გემოზეც დამიჯერეთ შედევრია. უბრალოდ ამის გამო ამსტერდამში უნდა ჩამოხვიდეთ და ეს გასინჯოთ. 2000 years later. მეგობრებო, აზრი არა აქვს. ისე ყველა გამვლელი ხო გვიყურებს და ერთი 10 კაცმა გკითხა სად ვიყიდეთ და 15 წუთია ვჭამ და არაფერი არ აკლდება. აღარ შემიძლია. ცუდად ვარ. თუმცა საბოლოოდ ამ დავალებას თავი გავართვით და ეს უზარმაზარი მონსტრი რამოდენიმე წუთის შემდეგ დავამარცხეთ. ასე დასრულდა პირველი დღე ამსტერდამში. საკმაოდ მოკლე იყო, თუმცა ქალაქი პირველივე წამებიდან გითხრევს და თავის სილამაზეებს გაჩვენებს. ხოლო დღის დასრულება ადგილობრივ ბარში, ადგილობრივი ლუდის დაგემოვნებით გადავწყვიტეთ. რისი გადაღებაც სამწუხაროდ ვერ მოვახერხე, რადგან როგორც აღმოჩნდა ძალიან მწყუროდა. ხიარული და გრძელი ღამის შემდეგ და დამეთანხმებით, რომ ამსტერდამში სხვანაირი იშვიათობაა, მეორე დღე საკმაოდ გვიან დავიწყეთ. თუმცა როგორც უკვე გითხარით, ჩვენი სასტუმრო ვან გოგის მუზეუმთან მდებარეობდა, ამიტომ უბრალოდ მოვწესრიგდით და პარალელურ ქუჩაზე გადავისეირნეთ. ჩემს უკან ხედავ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მუზეუმს. იგი არ ეხება რომელიმე მეფეს ან ომს. ალბათ უკვე მივხვდით, რომ ვინსენტ ვან გოგზე მაქვს საუბარი. უბრალოდ უცნაურია, რომ ამ გენიოსმა მხატარმა თავისი ცხოვრების განმავლობაში თითქმის ვერცერთი ნახატი ვერ გაყიდა. ხალხს უბრალოდ არ ესწნოდა მისი შემოქმედების. ამის გამო იგი სრულ მარტოობაში იყო და ძირითადად საკუთარ გონებას ებრძოდა. ამ მუზეუმში შეგიძლია ნახოთ მისი ცხოვრება ნაბიჯ-ნაბიჯ. ბნელი ნახატებიდან, რომელიც მას კარიერის დასაწყისში ახასიათებდა, კაშკაშა, ყვითელი და ლურჯი ფუნჯის უცნაურ შტრიხებამდე, რომთაც იგი პოპულარული გახდა. მუზეუმში ვიზიტი 17 ევრო ჯდება. თუმცა აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ბილეთი წინასწარ ონლაინ უნდა შეიძინოთ, რადგან ადგილზე ამას ვერ მოახერხებთ. ჩვენ რა თქმა უნდა ბილეთი წინასწარ ვიყიდეთ და საკმაოდ მარტივად შევედით მუზეუმში, რათა ამ გენიოსი მხატვრის შემოქმედება გვენახა. რთულად თუ მოიძებნება ადამიანი, ვინც ეს მხატვარი არ იცის, ან მისი ერთი ნამუშევარი მაინც არ აქვს ნანახი. თუმცა მე არ ვარ ხელოვნებათმცოდნე და ჩემი ცოდნა ამ სფეროში მინიმალურია. ამიტომ არ დავიწყებ საუბარს მის გენიაზე და სტილისტიკაზე. სურს თქვენი ყურადღება შევჩერო საკმაოდ ცნობილ ფაქტზე მისი ბიოგრაფიიდან, ყურის მოჭრაზე. ეს ამბავიც ბევრმა იცის, თუმცა როგორ ან რატომ მოხდა, ეს უკვე ნაკლებად ცნობილია. საქმე კი შემდგომში მდგომარეობდა. ვან გოგმა ცხოვრების განმავლობაში არაერთხელ გამოიცვალა საცხოვრებელი ადგილი და ქალაქი. ეს შემთხვევა კი საფრანგეთის ქალაქ არლში მოხდა, როდესაც მას მისი მეგობარი გოგენი სტუმრობდა. ისინი ერთმანეთს პატივს სცემდნენ, მაგრამ ამავდროულად ბევრ საკითხში ვერ თანხმდებოდნენ.
მაგალითად, დაუდნენ ხელოვნების მიმართ სხვადასხვა მიდგომაზე. გოგენთან მას რთული ურთიერთობა ჰქონდა. 2 თვის განმავლობაში, რაც გოგენმა ალში გაატარა ვან გოგთან ერთად, მათ ხშირად მოდიოდა შეტაკებები და სწორედ ერთ-ერთი მსგავსი კამათის დროს გოგენი გაიქცა სახლიდან და განაცხადა, რომ სასტუმროში გაჩერდებოდა. გოგენის სიტყვებით ვინსენტი მას სამართლებით გაეკიდა. შემდეგ ვინსენტი სახლში დაბრუნდა და სულიერი არეულობის მდგომარეობაში ყური მოიჭრა, რომელიც შემდეგ ფურცელში შეახვია და ბორდელში ერთ-ერთ ქალბატონს აჩუქა. მომდევნო დილით პოლიციამ ვინსენტის სახლში იპოვა და არლის საავადმყოფოში მიიყვანა. გოგენმა ტელეგრამა გაუგზავნა ტეოს, ვან გოგის ძმას, რომელმაც მეორე დღესვე პარიზიდან ჩამოაკითხა. ამის შემდეგ გოგენი წავიდა და მათ ერთმანეთი აღარასდროს უნახავთ, თუმცა მუდმივად წერდნენ ერთმანეთს. მუზეუმიდან გეზი პირდაპირ აიაქსის სტადიონისკენ ავიღეთ, თუმცა გზად ერთი საინტერესო ფაქტი გამახსენდა ამსტერდამზე. როგორც უკვე გითხარით, ამსტერდამი ცნობილი არის ველოსიპედებით. ამ ქალაქის მოსახლეობა არის 933,000 ადამიანი და ველოსიპედები ამ ქალაქში მილიონზე მეტი დაიწყება. და მსგავსი ველოსიპედის პარკინგი ამსტერდამში არაერთი არის. და ამ მცირე გადახვევის შემდეგ ჩვენ როგორც იქნა ვესტუმრეთ იოჰან კროიფ არენას. ალბათ ამ ლეგენდარული კაცით მიხვდებით სადვიმყოფებით. ეს ლეგენდარული იოჰან კროიფ არენა არის. აიაქსის სახლი და სტადიონი, რომელმაც არაერთი დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაატარა და მრავალი დასამახსოვრებელი ჩემპიონთა ლიგის საღამო გაჩუქა და სტადიონი, სადაც ქართული ფეხბურთის ლეგენდა შოთა არველაძე თამაშობდა. მოდით შევიდეთ, ნახოთ შიგნით რა ხდება და პატარა სტადიონის ტურიც მოვაწყოთ. ჩვენ უკვე სტადიონის შიგნით ვართ. სტადიონის ტური სულ რაღაც 27 ევრო ღირდა. და შემოვედით. აქაც ეს ლეგენდარული კაცი ხდება იოჰან კროიფი. ჩემი არხის მაყურებლებს ალბათ დიდად არ ჭირდებათ იმის ახსნა და წარდგენა თუ ვინ იყო იოჰან კროიფი, ამ გუნდის ლეგენდარული ფეხბურთელი, მწვრთნელი, შემდეგ მან თავის კარიერა ბარსელონაში გააგრძელა და ეს გუნდიც დიდებამდე მიიყვანა, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ის ყველა კუთხეში მისი ძეგლი და მისი სახელი ყველა კუთხეში შეხვდება ამ სტადიონზე. ჩვენი ტური დაიწყო და პირველი ოთახი, როდესაც ამოდიხარ, ეს ოთახი არის. ალბათ მიხვდებით, აქ რუსთვისაც არის დამღლელი თამაში, შემდეგ ფეხბურთელები მოდიან და ალბათ მასაჟებს ან მცირე სამეცნიერო შემოწმებას გადიან. ცოტა ოფლიც შეიმჩნევა იმაზე. აწოლში. შემდეგ გავდივართ სტუმარი გუნდების გასახდელში. და აქ სილამაზე გვხვდება. პირველი მნიშვნელოვანი ოთახი ამ ტურში არის სტუმარი გუნდის გასახდელი. უბრალოდ წარმოიდგინეთ, ეს ოთახი არის, სადაც იცვლიდნენ ბერგკაპი, რუნი, ტოტი, მიატოვიჩი, მბაპე, რონალდო, აგათი მაისურები არის წარმოდგენილი სხვადასხვა თამაშებიდან. მაგალითად, ეს მაისური ტორეს ეცვა 2013 წლის 15 მაისს ჩელსი ბენფიკას შეხვედრაზე. ჩემპიონთა ლიგის თამაში იყო. მიხვდებოდით ალბათ. შემდეგ ესე ვთქვათ, ჩემთვის მნიშვნელოვანი მაისური აქ ალბათ არის იბრას მაისური, ეს ფეხბურთელი ლეგენდაა. მადრიდთან დიდად არ ასოცირდება ეს ფეხბურთელი, თუმცა მე ძალიან მიყვარს. ლეგენდა არის. ვაგრძელებთ აზარი. მადრიდში თავი ვერ დაგვამახსოვრა, უბრალოდ მხოლოდ ტრამვებით დაგვამახსოვრა, თუმცა ჩელსისთვის უდაოდ ლეგენდა არის. ლეგენდარული ნოიერი და ეს კაცი. ეს კაცი მე პირადად ძალიან მიყვარს. მიუხედავად ბევრის ჰეითისა, მადრიდის გულშემატკივრებს ეს კაცი გვიყვარს. წარმატება უსურვოთ 1000 გოლის გატანაში. და ჩემი გუნდის მთავარი ვარსკვლავი. სამწუხაროდ მადრიდის მაისური არ არის აქ, თუმცა არც საფრანგეთში არ აქვს მგონი მბაპეს ცუდი სახელი. და მადრიდზე ვსაუბრობთ და აქეთ ვხედავ ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს ფეხბურთელს. და ამ შემთხვევაში უკვე ეს რეალის მაისური არის, მიატოვიჩი. თამაში იყო იუვენტუსი რეალ მადრიდი 1998 წლის 20 მაისი. ზოგადად ტურს აქეთ ხედავთ იმ ტიტულების ჩამონათვალს, რაც აიაქსს აქვს და მოგეხსენებათ ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი არის. მარტო 4 ჩემპიონთა ლიგა ბევრზე მეტყველებს, როგორც ერთიც არ აქვს და აქედან უკვე გავდივართ მთავარი სილამაზის სანახავად. სტადიონი იოჰან კროიფ არენა. სამწუხაროდ კადრის სილამაზე ეს განათებები აქვს, თუმცა სტადიონს მოვაჭირდება, რაც საკმაოდ ძვირიჭდება. და საკმაოდ საინტერესო პროცესია, გირჩევთ უფრო ღრმად გაერკვეთ ამ საკითხში, როგორ ხდება ამ ბალახის იდეალურ დონემდე მიყვანა და შენარჩუნება. ისევ სტადიონზე ვართ,
იოსებ, მიესალმე ჩემს გამომწერებს. გამარჯობა, გამომწერა. იოსები ცოტა სიტყვა ძუნწია, არ უყვარს ბევრი ლაპარაკი, მაგრამ ამ ვიდეოს ძირითადი ნაწილი იოსების გადაღებულია, რისთვისაც მადლობა მინდა გადაუხადო. ამ მომენტისთვის სტადიონი ემზადება მორიგი ჩემპიონთა ლიგის საღამოსთვის. ეხლა იყიდება ჩემპიონთა ლიგის ბანერები და რეკლამები. 28-ში აქ ითამაშებენ აიაქსი და ოლიმპიაკოსი. აიაქსს მოგება ჭირდება აუცილებლად. მართალია გუნდის საქმე ძალიან ცუდად არის, თუმცა რაღაც ზღაპრული შანსი აქვს, რომ ჯგუფიდან გავიდნენ. ამ მომენტისთვის კლუბს 6 ქულა აქვს. ნახოთ აბა რა სიზამს, წარმატებები უსურვოთ აიაქსს. მეგობრებო, თქვენთვის პირადად რასთან ასოცირდება აიაქსი? ერთი სიტყვით რო ვთქვათ. მე თუ მკითხავთ, ეს სიტყვა იქნება ალბათ ფიქრი. რადგან ეს კლუბი ასოცირდება ისეთ ფეხბურთელთა და მწვრთნელთან, როგორებიც არიან რინუს მიჰელსი და იოჰან კროიფი. უდაოდ ლეგენდარული ფიგურები ფეხბურთში და ადამიანები, რომლებმაც მართლა ძალიან ბევრი იფიქრეს და შესაბამისად უზარმაზარი ძროები მოახდინეს ამ სპორტში. ძალიან მიყვარს იოჰან კროიფის სიტყვები. ფეხბურთი მარტივია, თუმცა მარტივად თამაში ყველაზე რთულია. ეს სიტყვები ძალიან მარტივად და ლამაზად აღწერს ამ კლუბის ისტორიას და ამ სტადიონის ისტორიას. მეგობრებო, გრძელდება ჩაინი ტური და ძალიან საინტერესო კედელს გადავაწყდით. ალბათ მიხვდებით, აქ არის იმ ფეხბურთელების სურათები, ვინც აიაქსში თამაშობდნენ და ამ კლუბის ლეგენდებად ითვლებიან. იმ ნაწილში მე პირადად დიდად ვერა ვისურვებთ, მაგრამ უკვე ხედავ იოჰან კროიფს, ფრანკ რაიკარდს, ბერკამპს, ედგარ დავიდს. მოკლედ ძალიან დიდი კლუბია და უბრალოდ დაიღლები იმ ფეხბურთელების სახელებით ჩამოთვლით, რომლებიც ამ გუნდში თამაშობდნენ, ამ გუნდმა გაზარდა და ამ კლუბის ლეგენდებად ითვლებიან. და წამოდით ერთი კონკრეტული ადამიანი მოვძებნოთ, თუ შეხვდება ამ კედელზე. ალბათ ხვდებით ვიზეს მაქვს საუბარი. სადღაც ამ პერიოდში უნდა იყოს სუარესამდე. რა თქმა უნდა, მეგობრებო, ვიპოვეთ ჩვენი ლეგენდა შოთა. ეს არის ტურის ალბათ ერთ-ერთი ბოლო ნაწილი, აიაქსის გასახდელი. როგორც ყველა სტადიონზე ძალიან დიდი სხვაობა არის სტუმარი და მასპინძელი კლუბების გასახდელებს შორის. ლამაზი არის, მაგრამ უფრო ლამაზი გასახდელიც მინახავს. როგორც აღმოჩნდა, გასახდელი არ იყო ბოლო ნაწილი ტურის. ძალიან საინტერესო ოთახში მოვხდით. ეს არის პრესკონფერენციების ოთახი. ისე ცოტა დამაბნეველი ტური კი არის, იმიტომ რომ უკვე ორჯერ მე This way for the museum? Yep. Trophies? Yep. You ready? Yep. Follow the red line and at the end you go downstairs, behind the cars. Thank you. Go. Thank you. მეგობრებო, ცოტა დამაბნეველი ტური კი არის, იმიტომ რომ უკვე ორჯერ მეგონა რომ დასასრულისკენ გავედით. და მითხრეს რომ პარკინგზე თუ გახვალო და მარცხნივ მოუხვევო, გახვალ თასების ოთახშიო. ამიტომ როგორც ჩანს, კიდევ არ არის ეს დასასრული და ალბათ ყველაზე საინტერესო ნაწილისკენ ეხლა მივდივართ. ეხლა ნამდვილად ბოლო ნაწილია ექსკურსიის, თასების ოთახი. აქ ბევრი საინტერესო ექსპონატია, თუმცა პირველი რაც აუცილებლად უნდა ვნახო, არის ჩემპიონთა ლიგის თასი, რომელიც როგორც უკვე გითხარით, აიაქსს 4 აქვს. რეალისგან განსხვავებით, რეალს სულ რაღაც 15 აქვს. ბარსას ფანებო, შეგიძლიათ შემახსენოთ თქვენს საყვარელ გუნდს რამდენი თასი აქვს. ეს ხუმრობ ბარსაც მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ რეალის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ მაინც შემახსენეთ რამდენი თასი გაქვს. ბევრი საინტერესო ექსპონატია. ოქროს ბუცი, ვან ბასტენის ოქროს ბუცი. ვან ბასტენი ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო, თუმცა სამწუხაროდ ადრე მოუწია კარიერის დასრულება. აიაქსის ფორმა. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ ძველი ვერსია არის. ახალი ვერსიაც არის. აი, როდესაც ამ ფორმას ხედავთ, ვინ გახსენდებათ? მე პირადად უკვე არაერთხელ ვახსენე, კიდევ ერთხელ ვიტყვი. არ მომბეზრდება. იოჰან კროიფი მახსენდება, როცა ამ ფორმას ვხედავ. და აი ზუსტად მისი შედევრი ძალიან დიდი იყო. და ხო, დაუბრუნდეთ ჩემპიონთა ლიგას. აქ არის. ჩემი საყვარელი ტურნირი. ეს თასი აიაქსს 4-ჯერ აქვს მოგებული. რაც საკმაოდ დიდი ციფრია, მე თუ მკითხავ. არ არის მარტივი ფეხბურთის ოლიმპიადაზე 4-ჯერ აღვიდი. ამისთვის სერიოზული მენეჯმენტი გჭირდება.
კარგი მწვრთნელი და რაც ყველაზე მთავარია, დიდებული ფეხბურთელები. ლეგენდარული 14 ნომერი. მეგობრებო, ვისაც არ დაგეზარებათ, მეც მაინტერესებს, უბრალოდ დათვალეთ, რამდენჯერ ვამბობ ამ ვიდეოში სიტყვა ლეგენდარულს. მე პირადად უკვე შევწუხდი. აქ დასრულდა ჩვენი სტადიონის ტური. რის შემდეგაც გადავწყვეტეთ ქალაქისთვის ზემოდან განმოგვეხედა და ამისთვის საუკეთესო ადგილი არის ADM Lookout. თუმცა აქ პატარა პრობლემას გადავასწრით, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ იქ მისვლა 7 საათამდე უნდა მოგვესწრო და სტადიონის ტური დაახლოებით 7-20 წუთზე დავასრულეთ. თუმცა საკმაოდ ბევრი სირბილის და ბოლო წამზე ბორანზე შეხტომის ხარჯზე დახურვამდე 5 წუთით ადრე შევძელით მისვლა. უბრალოდ უყურებ ამ ქალაქს და არ ყოფნის. ძალიან ლამაზი ქალაქია და თავისი აურა აქვს. და დამიჯერეთ, ზემოდანაც ისეთივე ლამაზია, როგორიც მაშინ, როდესაც ამ ქალაქის ქუჩებში დადიხარ. უბრალოდ ნახეთ ეს სილამაზე. რაც შეეხება ADM Lookout-ს, საერთო ჯამში ცუდი ადგილი არ არის. სულ რაღაც 15 ევროდ შეგიძლიათ ამსტერდამის პანორამული ხედით დატკბეთ და კიდევ 15 ევროს თუ დაამატებთ, ამ საქანელზე შეგიძლიათ იქანავთ. თუმცა ეს განსაკუთრებული არაფერი არ არის. და როგორც უკვე მიხვდით, აქვე არის საკმაოდ კარგი ბარ-რესტორანი, რომელშიც შეგიძლიათ საკმაოდ მშვიდად და წნარად გაატაროთ ამსტერდამის საღამო. ამის შემდეგ კი კვლავ ბორანით და შემდეგ ფეხით გავემართეთ შემდეგი ლოკაციისკენ. და საერთოდ ამ ქალაქში ფეხით სიარულე საკმაოდ მარტივი აღმოჩნდა. ტრანსპორტი თითქმის არ გამოგვიყენებია. ამ ქალაქში მოძრაობას რაც შეეხება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მართლა ძალიან კომფორტულია, ყველაფერი დროზე მოდის, დრო არ გეხარჯება აქეთ-იქით სიარულში და ანუ მეფსაც რო ჩახედავ, ნახევარი საათის გზას გიწერს და შეიძლება 20 წუთში გაიარო ეს მონაკვეთი რა. საცობებით საერთოდ არ ჩამინახავს ამ ქალაქში და ყველა მოძრაობს ველოსიპედებით და აქ შევამჩნია ამ ქალაქის პატარა პრობლემა. სერიოზული არაფერი, უბრალოდ ხილად იყავით ველოსიპედისტებთან ძალიან საშიშები არიან და გიჟებივით დადიან რა. გზას გითმობენ, მაგრამ ზოგიერთი უბრალოდ დატორმოზებას ვერ ასწრებს, ისე სწრაფად მოდიან. დღეს ზებრაზე მამის გაგვიტანა ერთმა ჯიგარმა. ზებრაზე გადავდიოდით, ჩვენი ბრალი არაფერი არ იყო. უბრალოდ დატორმოზება ვერ მოასწრო რა. მოკლედ, რაც შეეხება შემდეგ ლოკაციას, თავდაპირველად უნდა გვენახა მსოფლიოში პირველი ხიდი, რომელიც 3D პრინტერზე დაიბეჭდა. თუმცა ამ ხიდს ვერანაირად ვერ მივაგენით. და ამ ძებნის პროცესში შემთხვევით გავედით ამსტერდამში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადგილას, წითელი ფანრების კვარტალში. მისი ისტორია 700 წელზე მეტი ხნის წინ იწყება, როდესაც ამსტერდამი პატარა სათევზაო სოფელი იყო. სწორედ აქ, დასადგურთან ახლოს, მთელი მსოფლიოდან ჩამოსული მეზღვაურები ზღვაში გატარებული თვეების შემდეგ საჭმლის, სასმლის და ადამიანური კავშირის საძებნელად მოდიოდნენ. როდესაც ამსტერდამის მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს სავაჭრო ქალაქად ყალიბდებოდა, ეს ტერიტორიაც მასთან ერთად იზრდებოდა. ქალებმა წითელი ფანრების გამოყენება დაიწყეს თავიანთი ყოფნის აღსანიშნავად. წითელი ჯგუფი სიბნელში მარტივად ჩანდა და ასევე იქნებოდა სითბოსა და ანონიმურობის განცდა. და ნელ-ნელა ეს ქუჩა წითელი ფანრების უბნის სახელით გახდა ცნობილი. მე-20 საუკუნის დასაწყისში პროსტიტუცია საკამათო და ზოგჯერ უკანონო იყო. თუმცა მისი სრული აკრძალვის ნაცვლად ნიდერლანდების ხელისუფლებამ სხვა მიდგომა აირჩია. აკრძალვის ნაცვლად რეგულირება. მათ სჯეროდათ, რომ რეგულირება შეამცირებდა დანაშაულს, გააუმჯობესებდა უსაფრთხოებას და დაიცავდა მუშაკებს. ეს ამსტერდამს განსხვავებულ ქალაქად ხდიდა. 2000 წელს ნიდერლანდებმა ოფიციალურად დააკანონა პროსტიტუცია. ამან სექს მუშაკებს საშუალება მისცა, რომ ლეგალურად ემოქმედათ, გადაეხადათ გადასახადები და უფრო უსაფრთხოდ ემუშავათ. და ამავე პერიოდში განვითარდა ცნობილი ფანჯრების სისტემა, სადაც მუშაკები წითელი ნეონის შუქებით განათებულ მინის ფანჯრების უკან დგანან. ჩვენ კი ამავე ქუჩაზე მყოფ მუზეუმს ვეწვიეთ. ჩვენ ვყოფებით პროსტიტუციის მუზეუმში. ამსტერდამში ეს არავის არ აქვს, ეს ჩვეულებრივი პროფესია არის. აქ შეგიძლიათ ყველაფერი ნახოთ. პროსტიტუცია აქ სავსებით ლეგალურია, ჩვეულებრივი პროფესია, შესაბამისად, უფრო დაცულებიც არიან. მუზეუმში შეგიძლიათ ნახოთ სრული ეკიპირება ამ საქმიანობისთვის და საკმაოდ საინტერესო ფოტოსურათებიც. რომელსაც ვერ გამოვაჩენ, დიდი ალბათობით ვიდეო დაიბლოკება მის გამო. ოთახები, კიდევ საჭირო ეკიპირება. იასების რეაქციები უბრალოდ უნდა მოისმინოთ. ალბათ VIP ოთახი.
მოგწერა და სახუმარო იყოს, სერიოზული თემა არის და ამ საქმიანობას ხალხი უმიზეზოდ არიწყებს. და აქ ძალიან კარგად ხსნიან ამ ყველაფერს, თუ რას ნიშნავს და რა სირთულეები არის ამ ყველაფერთან დაკავშირებული. და სირთულეებზე საუბრისას ზუსტად ამ კუთხეში მოვხდით. აქ პატარა ფილმი ვნახეთ ამ პროფესიაზე და რაღაც ისეთი რაღაცები გავარკვიე, რაც არ ვიცოდი, კონკრეტულად ამ ქუჩასთან დაკავშირებით. ნუ როგორც თქვეს, ყოველ დღე დილის 9 საათზე ეს ქუჩა იწმინდება და აქ ყოფილა სმენები. ამის სმენა მაგალითად სრულდება დილის 4 საათზე. ასევე თავად მუშაკი წყვეტს, თურმე კლიენტს შეუძლია მასთან შესვლა თუ არა. და ამ დაგეგმილი დაუგეგმავი სანახაობის შემდეგ დავუბრუნდით ჩვენს მარშრუტს, რომლის მიხედვითაც შემდეგი სანახაობა აქედან სულ რაღაც 15 წუთის გზაზე იყო. ამსტერდამში არხის პირას ერთი ჩვეულებრივი სახლის წინ გავართ. თითქოს არაფერი საინტერესო და არაფერი დრამატული. თუმცა ეს სახლი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ისტორიას ინახავს თავის თავში. ეს ანა ფრანკის სახლია. ანა იყო ერთი ჩვეულებრივი გოგო, რომელსაც უყვარდა ცხოვრება, სიცილი და წერა. თუმცა ცხოვრების რაღაც ეტაპზე მას დამალვა მოუწია, რადგან ის ებრაელი იყო. ვისაც წაკითხული გაქვთ ანა ფრანკის დღიურები, იცით რომ იქ სიძულვილის ადგილი არ არის. პირიქით ანა წერდა იმედზე და უკეთეს სამყაროზე, მიუხედავად იმისა, რომ სამყარო მის მიმართ ძალიან ბოროტი იყო. 1940 წელს მშვიდობიანი ამსტერდამი ნაცისტური გერმანიის კონტროლის ქვეშ მოექცა. თითქმის ერთ დღეში თავისუფლება გაქრა. გერმანულმა ჯარისკაცებმა ქუჩები აავსეს, ახალი წესები ამოქმედდა და შიში ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. თავიდან ცხოვრება თითქოს ნორმალურად მიმდინარეობდა, მაგრამ ძალიან სწრაფად ებრაელ მოქალაქეებზე მკაცრი შეზღუდვები დაწესდა. მათ საჯარო ადგილებში შესვლა აუკრძალეს, ყვითელი ვარსკვლავების ტარება აიძულეს და თანდათან ყოველდღიური ცხოვრებიდან გამორიცხეს. ათასობით ებრაულ ოჯახს დამალვა მოუწია. მათ შორის იყო ანა ფრანკის ოჯახიც, რომელიც ამ ქალაქში ჩვეულებრივი შენობის უკან საიდუმლო დანარჩი იმალებოდნენ. აქედან ანამ დაიწყო თავისი ცნობილი დღიურების წერა, რომელშიც აღწერდა შიშს, იმედს და დამალვაში ცხოვრების რეალობას. ოკუპაცია 5 წელი გაგრძელდა. საკვების დეფიციტი განსაკუთრებით 1944 წლის ზამთარში იგრძნობოდა, შიმშილის ზამთრის დროს, როდესაც ათასობით ადამიანი გადარჩენისთვის იბრძოდა. ებრაელი მოქალაქეები წაიყვანეს. წინააღმდეგობის ჯგუფები საიდუმლო მოქმედებებს ატარებდნენ და ჩვეულებრივი ადამიანები იძულებულები იყვნენ შეუძლებელი არჩევანი გაეკეთებინათ. მეგობრებო, სამწუხაროდ მუზეუმის ტერიტორიაზე ვიდეოს გადაღება აკრძალული იყო და ვერ შეძლო საინტერესო კადრების გადაღება, თუმცა ჩემი შთაბეჭდილება რომ გაგიზიაროთ, ეს ყველაფერი საკმაოდ ძიმე იყო. რთულია წარმოიდგინო, რისი გადაატანა მოუწიათ ამ ადამიანებს. რაღაც ეტაპზე მათთვის წყალიც კი მიუწვდომელი იყო, იმიტომ რომ უბრალოდ საშიში იყო წყლის მოშვებაც კი. ეს ყველაფერი ძალიან ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა ბოროტების ჩადენა შეუძლია ადამიანს და რა მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს ასეთი გაკვეთილები. მიუხედავად იმისა, რომ ამ მუზეუმში რაიმე განსაკუთრებული არ გელოდებათ, მერწმუნეთ, თუ ოდესმე ამსტერდამში მოხვდებით, ეს მუზეუმი აუცილებლად უნდა ნახოთ, რათა შეიგნოთ ის შიში და სასოწარკვეთილება, რასაც ეს ოჯახი განიცდიდა. თანაც მუზეუმში ვიზიტი სულ რაღაც 20 ევრო ჯდება. მოკლედ, ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ გავემგზავრეთ ქალაქის მთავარი მოედნისკენ. ამ მომენტისთვის დამის მოედანზე ვიმყოფებით, ამსტერდამის შუაგულში. ჩემს უკან კი ხედავთ სამეფო სასახლეს, თუმცა აქ ერთი საინტერესო ფაქტი არის. ეს შენობა არ აშენებულა როგორც სამეფო სასახლე. ეს იყო ქალაქის მერია. 1600 წელს, როდესაც ამ შენობას აშენებდნენ, ამსტერდამი იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალაქი. გემებით, სავაჭრო გზებით და ასე შემდეგ. ამიტომ ქალაქს სურდა თავისი სიმდიდრე მაქსიმალურად ეჩვენებინა და აშკარად ეს ამბავი გამოუვიდათ. მოგვიანებით ეს შენობა ნაპოლეონმა სამეფო სასახლედ გადააქცია. აქ იმართებოდა მეჯლისები, მოწვევები. ამიტომ დიახ, ამ სასახლეში მეფეებიც ცხოვრობდნენ. და იდეაში ეს იყო ბოლო ადგილი, რომლის ნახვაც მოვასწარეთ ამსტერდამში. თუმცა, როდესაც სასტუმროსკენ მივდიოდით, დავინახე კიდევ ერთი შენობა, რომლის ნახვაც ძალიან მინდოდა. მეგობრებო, ამსტერდამში უკვე ძალიან ცივა, ჩემ ჩაცმულობაზე შეატყობთ, მაგრამ ამ ადგილს ვერ გამოვტოვებდი. ერთი შეხედვით ერთი ჩვეულებრივი კარია, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს კარი არის სახლი. ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პატარა. ეს არის მთლიანად სახლი. სიგრძეში ალბათ მაქსიმუმ 1 მეტრი იქნებოდა და ლეგენდის თანახმად აქ გადასახადები სახლის სიგრძის მიხედვით ითვლებოდა. ამიტომ ცდილობდნენ აეშენებინათ რაც შეიძლება ვიწრო სახლი. და ამ მცირე ჩართვით სრულდება ჩვენი მოგზაურობა ამსტერდამში. თუმცა ეს დასასრული არ არის. ამსტერდამში უმიზეზოდ არ ყოფილვართ და ამ ვიდეოს გაგრძელებაც ექნება, რომელსაც აუცილებლად უნდა დაელოდოთ. დღეისათვის სულ ეს იყო. ჩვენი მოგზაურობა ამსტერდამში დასრულდა. რო შევაჯამოთ, ეს ქალაქი ულამაზესია.
მართალია ძალიან ციოდა, მაგრამ ამას თბილი ხალხი აკომპენსირებდა, რომელიც სულ გიღიმის და ნებისმიერ კითხვაზე ის ექცემენ პასუხს, რომ თითქოს არსად არ ეჩქარებათ დაწვრილებით და თავიდან ბოლომდე გიხსნიან ყველაფერს. რასაც ვამბობ ვიდეოს დასაწყისში, იგივეს გავიმეორებ. ულამაზესი ქალაქი, ულამაზესი ხიდებით, მდინარეებით და ველოსიპედებით. აზრი არ შემიძლია ამ ქალაქის მიმართ. ღირს აქ ჩამოსვლა არ ინანებთ. და თუ ვიდეო მოგეწონათ, აუცილებლად არხი გამოიწერეთ და დაალაიქეთ. რა სიტყვი? კაი ვიდეო იყო?